Კახაკალაძეს დღეს ქონდა კიდევ ერთი შთამბეჭდავი პრეზენტაცია ხოლმე სამოვლო გეგმებთან დაკავშირებით. დღევანდელი პრეზენტაცია, როგორც მოგეხსენებათ, ეხებოდა ინფრასტრუქტურის საკითხებს, ასევე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ქალაქის დასახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ბუნებრივია, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8 წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად. ეს არის პირველ რიგში პირადად კახაკალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავხატო კახაკალაძეს კიდევ ერთხელ 8 წლის განმავლობაში გაძეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერის გუნდს მინდა მადლობა გადავხატო. ევროკომისიის ანალიზი, რომელიც გაუგზავნა ჩვენს ევროპარლამენტს. რა სიახლეებს ელოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მის განახლებას და ზოგადად აფხაზს. რა თქმა უნდა, მომგამდინარედ დანიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მისანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამდინარედ ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე უახლოეს თვეების განმავლობაში უკვე შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1 და 2 წლის. ეს ადამიანი როგორც განმავლობაში თუ შეიძლება იგივე თემა რო ამოსწოროთ. ლევან ხარაბაძესთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რომელიც არის მამუკამდინარეძის მოადგილე. 2009 წელს იყო ვერის პოლიციის უფროსი და მონაწილეობას იღებდა ადამიანების დარბევის დროს. თქვენ ამომრჩევლს პირდებოდით, რომ ქართულ ოცნებას, ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას დაასრულებდით, გაასამართლებდით ნაცებს და ასე შემდეგ. ახლა კიდევ ნაცების დროს დამნაშავე მოძალადი, ასე ვთქვათ, ძალოვნებს ნიშნავთ მაღალ თანამდებობებზე და ეს ორმაგი სტანდარტია. პირველი ლევან ხარაბაძე არის ძალიან ღირსეული კაცი, ყველა სამსახურში ის ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო ჩვენ გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ეს არის ძალიან ღირსეული კაცი, რაც შეეხება ნაცებს, ნაცები მოიგიხეთ თქვენსკენ კონკრეტულად თქვენი ტელევიზიის. ბატონო ირაკლი, 2015 წელს გამოკითხვაზეც იყო ეს ადამიანი დაბადებული და მის წინააღმდეგ გამოძიებაც იყო ნაცების ტელევიზია, ნაცებზე რო გითხოსავს, ეს არის უბრალოდ უარყოფთ, რომ 2009 წელს ეს ადამიანი ვერის პოლიციის ხელმძღვანელი იყო. უარყოფთ ბატონო ირაკლი. შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა საპოლიციო სისტემას, ხო, თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება ნაცობას, ნაცები მოიგითხეთ თქვენკენ. ეხლა კარგ საქმეებს აკეთებენ ეს ადამიანები, ვინც ნაცების დროს აშავებდნენ? თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით, ეხლა ცუდ საქმეებს აკეთებთ. ეს ადამიანი დამნაშავე არის თუ არა? ნაცების მაღალ ჩინოსანს რომ ნიშნავთ, ახლა მაღალ თანამდებობაზე. პოლიციაში მუშაობდა, მაშინაც 25000 და კაცი. დარბევაში მონაწილეობდა ადამიანები. 25000 კაცი მუშაობდა მაშინ პოლიციაში. მის წინააღმდეგ რაც შეეხება ნაცებს, ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისტემა, სისხლიანი სისტემა და დღემდე ემსახურებით თქვენ ნაცებს. ამიტომ თქვენ ნაცებზე გითხებს ნაცებით არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია. კი, ნაცებით არის, როგორ გეკადრებათ, ყულებს ამბობ და ნაცებით არის დაკომპლექტებული. ლევან ხარაბაძე არის პოლიციელი იყო, რა თქმა უნდა, ისე როგორც 25000 კაცი. ამ 25000 კაციდან 20000-ზე მეტი იყო ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი. და რაც შეეხება უღირს ნაცებს, ისინი არიან წარმოდგენილი ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. რატომ დაიწყო ნაცები მოიგეთ თქვენს ტელევიზიაში, ნაცების ტელევიზიაში მუშაობ. და კითხებსო ნაცებთან დაკავშირებით ეს ხო აბსოლუტურად აბსურდული რამეა. ნაცების ტელევიზია, ნაცებთან დაკავშირებით კითხებს აღდგა. რადიკალურ ქმედებებს, შეურაცხყოფებს, პიკეტირებას, აი როგორ შეაფასებთ ოპოზიციის ამ ქმედებას? რაც შეეხება კი. ნუ ჩვენ ნახეთ სახედაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტორიულ
მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვს დაკარგული, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, არქიპოს ეთურის მრევლი, ჩვეულებრივი არქიპოს ეთურის მრევლი, ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ხო ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გაუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს, მართლა ტრაგიკულია ამ ნაცი ორკების და ნაცი ორკების და ასე ვთქვათ ნაცი ტიტუშკების ქმედება გუშინ იყო აბსოლუტურად თქვენი ვიდეოები ეკა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაბარაკი მოგვინდება ჩვენთან დავალაბარაკებით, მაგრამ თქვენ დაალაბარაკეთ თქვენ ტიტუშკებს და თქვენ ორკებს. ორმაგი სტანდარტი. მოგეცადეთ თუ არა. ორმაგი სტანდარტი არ არის, როდესაც წინების გამო აქტივისტებს აკავებთ და ქართული ოცნების წარმომადგენლები თქვენი პარტიის წარმომადგენელი ორკები და ტიტუშკები გუშინ მოქმედებდნენ უსაქციელოდ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. ნაცი ორკები და ტიტუშკები. ბექაუდიშარია რომელი სტანდარტის თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ტიტუშკების მოქმედება. ქართული ოცნების ახალგაზრდობის ხელმძღვანელი გიორგი შუკვანი, რომელმაც მოქალაქეებს თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ტიტუშკების მოქმედება და არჩეს მე შევაფასე. თქვენ დაასრულეთ ამ ადამიანებს, რომლებიც აქტივისტებს ადგენენ ბაქოში. ამის რეაგირებას მოახდენთ გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით. რეაგირება მოქალაქეებს რომ შეახოხათ თქვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა. ანუ რა დასტურდება ახლა ამ განცხადებით? ყველას გვახსოვს პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ხო, ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად ეს იყო უშუალოდ საბჭოს დივანი, ეს იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და შემდეგ ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას და როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, გახსოვთ რა მოაყოლეს ამ ყველაფერს. ასე მე მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოსთან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. ხო, უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე. ნუ ამას ადასტურებს რა თქმა უნდა დამატებით უკრაინის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი. ასეთი გავცემთ ოდიშარია საქმესთან დაკავშირებით და პასუხის გაცემაში გასულის შეიძლება. ის თემა რო ამოვიდა, ჩვენ გავცემთ პასუხი თუ მოგვინდა რა იმეზე საუბარი ბექაუდიშარისთან, რა პასუხის გაცემა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ შეაფასეთ ნუ მეკითხებით მაგას. არ გაგცემთ მაგაზე პასუხს. თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ნაცი ტიტუშკების გუშინდელი სამართლიანო. არა, მე ვსაუბრობ თქვენ პარტიას. ჩემი პარტია არის ჩემი საქმე. ჩემი პარტია არის ჩემი საქმე. ჩემი პარტია არის ჩემი საქმე, ვის რას დავალაბარაკებით. ის რას დავალაბარაკებით. თქვენ შეაფასეთ ნაცი ტიტუშკების და ნაცი ორკების აქციები. არა, ერთ სამით კაცო. თქვენი ნაცი ტიტუშკები დაუშალები უნდა დარჩნენ? მათ ხომ ისჭირეთ ნაცი ტიტუშკები, არა რომ რას ქვია, გუშინ ვინც სამართლიანოდ მოიქცა, ვინ წავიდა ციხეში იქიდან. ფესტების გამო. ფესტის გამო ვინ წავიდა ციხეში? მაგალითად თია წულუკიანის წინააღმდეგ, ვინც კი პოსტი დაწერა გამოძიებაზე დაიბარეს და ციხეში გაშუბრა. ხო იწყებთ გამოძიებას. ვიტყუებით ყველა სიტყვაში. ეს რატომ არ არის? გავიგე რომ ტყუილების ლაბარაკი არის თქვენი ტელევიზიის ხელწერა. ციხეში პოსტის გამო, არა. ციხეში უშვებთ პოსტის გამო თვითყვილი. არა, ერთ სამით კაცო. ციხეში გავუშვებთ. კურთხება, ძალადობა, უსაქციელობა, ეს არის ნაცი ტიტუშკების და ნაცი ორკების ხელწერა. თქვენ შეაფასეთ თქვენი პარტიის ნაცი. თქვენ შეაფასეთ, არა, თქვენი ფურთხებოდით, მათ შორის 28 ნოემბრიდან, თქვენი ფურთხებოდით, ვინც იფურთხებოდა. ეხლა იმათ აცხადებთ სინდისის პატიმრად, ვინც იფურთხებოდა, ვინც ქვებს ისროდა, ვინც ასაფეთქებლებს ისროდა და შემდეგ. ნაცი, თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია. თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია, თქვენი ტელევიზია არის სამარცხვინო ტელევიზია, იმიტომ რომ არის სამარცხვინო პარტიის ტელევიზია.
Ну, ზოგადად შემაშფოთებელი არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის გავლენები სოფლიო მასშტაბით. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები, ხო? იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს Deep State-ის გავლენას, საბოლოოდ თეორიულად იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დანარჩენი დაულოდოთ მოდელს. გატოვებული წერილების შემდეგ რამე გეგმა გააჩნია მაგალითად შემთხვევაში დონალდ ტრამპი როგორ შეიძლება ითქვას რომ დონალდ ტრამპი ვერ დაამარცხებს გაგეზიანებული ნულაბარაკობ დამშვიდით დაწყნარდით ესვის რომ სანერვიულოა რაც ახარ გეგმა რა გვაქვთ იმ შემთხვევაში რომ ეგრეთ წოდებული ესვის რომ სანერვიულოა როდესაც ხარ დამარცხებული ნაცების ტელევიზია მაგრამ ნუ გაგეზიანდეთ პარტიული ტელევიზიის ნაცი პარტიული ტელევიზიის ნაცი აქტივისტები ხართ თქვენ გეგმა გვაქვს ყველაფრისთვის დავიწყებთ გეგმის გასნობას თქვენთვის საქართველოს მოხალხეებს და მე საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოხალხე არა ამ ბატონო ეთახმე ბიზნესზე თქვენ იცით რომ ჰელსინკის კომისიაში მძლავრობენ Deep State-ის წარმომადგენლები და მათ დაიბარეს Deep State-ის აგენტები ხიდაშელი ზურაბიშვილი ნუ მელამ თავისი კუდი მოწვედ მოიყვანო ასე გამოვიდა ჰელსინკის კომისიას აბსოლუტურად სასიცილოა რა თქმა უნდა ეს იმედი დაკარგეთ ბატონო მიგითხრათ ყველაფრის იმედი გვაქვს ჩვენ იმედი დაკარგეთ თქვენ აცემა დაკარგეთ ყველაფრის იმედი აცებს არაფრის იმედი აღარ აქვს ადრე იმედი მაინც გქონდათ ახლა იმედიც აღარ აქვს თქვენი სახელით 13 წელი სულგმულობდით იმედით ნაცები და ეს იმედის დაკარგეთ ყოფილებას გამოთქვამდით იმის გამო რომ ტრამპი არ გაქცევთ ყურადღებას თქვენს პარტიას ქვეყანაც საუბრობს იგივეს რამისნების ჩვენთან დაკავშირებით ქონდათ უკრაინას ომში ჩართვასთან დაკავშირებით აი ამით რა დასტურდება თქვენთვის რეალურად ჩვენ ვიცით ერთი მთავარი რამ რომ არსებობდა კონკრეტული გეგმა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით და ეს იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან მოდიოდნენ Deep State-ის წარმომადგენლები და ღიად ითხოვდნენ დაახლოულ კარს მიღმა მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე თქვით უარი და ამას მოყვა შემდეგ შანტაჟი, ამას მოყვა კანდიდატის სტატუსისარმოცემა, მერე მოლაპარაკებების არ გახსნა, შუალედებში კიდე 1000 რამ უკრაინის ხელისუფლებისგან აგრესიული განცხადებები. აცავდა კაცო, რა მოგე მართლა გაღიზიანებული ხარ, რა მოგევიდა, აბა რა ხარ კაცო. არ შეიძლება ესეთი გავიგე, რომ 13 წელი ხართ დამარცხებულ მდგომარეობაში, მაგრამ ნუ გაღიზიანდებით. შანტაჟის მტკიცებულებები. ნუ გაღიზიანდებით. ბატონო ერეკლე არასაერთოდ თუ შეიძლება ეს ამოვწუროთ 13 წელი ესვის რომ 13 წელი დამარცხება არც ის მდგომარეობის ყოფან არის ძალიან მძიმე მდგომარეობა თუმცა ნუ გაგიზიანდებით ნუ ჩავარდებით ისტერიკაში შეგვეთ ბედს ეს არის ჩემი მეთოდი ეს არის თქვენი პასუხი რაცები ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში რაც არ უნდა ისტერიკა მოაწყოთ ამიტომ შეგვეთ ბედს ფაზე ანუ მტკიცებულებები არ აქვს. რატომ არ ასაჯაროებთ ამ მტკიცებულებებს? თქვენ სამომხილდებით ეროვნულ ინტერესებს. ეროვნულ ინტერესებს ვფიქრობთ. ეროვნულ ინტერესებს. ბატონო ირაკლი, როგორი არის მათი როლი აქციებში და ეს ყველაფერი ხომ არ გამოიწვევს ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვას? ამ ენჯოების წარმომადგენლებიც არიან ჩვეულებრივად არქიპოს ბრევლი და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ ფთ განსხვავდებიან, უბრალოდ თვითონ არიან ამ ორკების შემადგენელი ნაწილი, ხო? გუში რომ ვიხილეთ ჩვენ ნაცი ტიტუშკები და ნაცი ორკები, ასეთია ზუსტად ამ ენჯოების ლიდერების სახეც, ხო? და ყველა სტრაიგული ამ ყველაფერში ის არის, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენ ქვეყნის ევროკომისიის ანგარიშს მინდა შეეხოთ კომისიის ანგარიშის შესახებ წერია, რომ თქვენ მიერ მომზადებული ანგარიში დაუსაბუთებელ პასუხებს შეიცავს. შესაბამისად გამოდის თუ არა რომ თქვენ არაფერი გააკეთეთ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად და ამ უვიზო მიმოსვლის დაკარგვა გამოვა თუ არა სწორედ ქართული ოცნების პასუხის მიღება. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიასთან ჩვენს ურთიერთობას, ხო, კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნებით. დავსხდეთ და ველაპარაკოთ. რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაждომას და ლაპარაკს არაფერი, ხო? ბუნებრივი არაფერი. რომ ვერ გვიჯდებიან აგიდასთან ეს არის უბრალოდ იმის დასტური რომ მათ არ აქვს არაფერი გერეშინიათ ისინი ეწევიან სამარცხვინო მათ აქვს სამარცხვინო შანტაჟის დელობა
და სამართლიანო შანტაჟის ცდილობისთვის არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან არის ნაშრომი რომ დაუსაბუთებელი იყოს თქვენი პასუხები რომელიც საქართველოში მეგბირდებით ვერავინ ვერ მივა სამოქალაქო რეჟში და ვერავინ ვერ გადაკეთდება თუ არის ქალი კაცად ან თუ არის კაცი ეს არის ჩემი დაპირება თქვენ ადასტურებთ რომ ევროკავშირი ერთსქესიანთა კოდექსი ეს მოთხოვნა მათ აქვს მთელი ევროპის მასშტაბით მთელი ევროპის მასშტაბით აქვს ეს მოთხოვნა და მართლმადიდებლური საბერძნეთის კი სხვა ქვეყნებშიც არ არის 13 წელი აგებ და გავიგეროთ რა იგულია თქვენი მდგომარეობა მაგრამ უნგრეთშიც კი არის ერთსქესიანთა კოდექსი უნგრეთშიც კი და ევროპულ სახელმწიფოში ხო გეთქვათ სხვა ქვეყანაშიც კი გავიგებდი მაგრამ უნგრეთშიც კი სხვა ქვეყნებში არ არის დაკანონებული და მაინც და მაინც საქართველოს ხოვენ რომ კაცი კაცზე უნდა გაათხოვო და კიდევ ერთხელ ხო და ნახეთ ჩვენ მარტივად კი ჩვენ გეუბნებიან რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს რომლითაც იგრძალება მაგალითად გეის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება არ მოგცემენ პრივილეგიებს ხო ეს ერთი ჩვენ გეუბნებიან რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს რომლითაც იგრძალება ერთსქესიანი იქორწინება ან პარტნიორობა ჩვენ არ მოგცემენ კი ამ კანონის გაუქმებას ხო ითხოვენ ლოგიკა ხო ავტომატურად მაგას ნიშნავს ეს კანონი არაფერს ცვლის მაშინ რატო ითხოვენ მის გაუქმებას ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვენ და რეპრესიული კანონების გაუქმებას ეს კანონი არაფერს ცვლის ეს კანონი არაფერს ცვლის რატო ითხოვენ მის გაუქმებას თუ უსარგებლო კანონია ლოგიკა ხო გაქვს ადამიანის უფლებებს სად არ გვაქვს იმით რომ სამოქალაქო რეჟში ხო მაგას ამბობენ რომ სამოქალაქო რეჟში მე რომ მივიდე უნდა შევძლო რომ ქალად ჩავეწერო ან თქვენ რომ მიხვიდეთ უნდა შეძლოთ რომ კაცად ჩაეწერო და გვეუბნებია რომ ეს არ გოს ადამიანის უფლებაა სოციალურია ბატონო ერთსქესიანთა ქორწინება 27-დან ქვეყანაში არიან მაინც და მე თქვენ განითხოვენ ამის გაკეთება არის არაერთი ქვეყანა რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან მათ შორის უნგრეთი რო ახსენეთ უნგრეთს თანხები შეუჩერეს დაფინანსება შეუჩერეს ორი მიზეზის გამო ეს თემა პირველი ორი მიზეზის გამო რომელიც ბლოკადა უკრაინის კონკრეტულად ორი მიზეზის გამო ტყუილებს ამბობთ ორი მიზეზის გამო ეს არის LGBT თემა და ეს არის ის რომ ის მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში ორი მიზეზის გამო უნგრეთს შეუჩერეს დაფინანსება ასეთია დღეს deep state-ის სახე და მის მიერ მართული ევროპული ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე ბოლომდე აი დღესაც ვარ საქართველოს მოსახლეობის წინაშე არა ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა სიმშვიდის დაცვა ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ეს არის ჩვენი სიმშვიდესა და უვიზო რეჟიმს არის სიმშვიდესა და უვიზო რეჟიმს შორის გახართ ახლა ანუ ამ ორ ნაწილს ასე თუ გვიყენებენ საკითხს რომ არა ასე გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონის მიზანია რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა ესენი გვეუბნებიან რომ თუ არ გავაუქმებთ გამჭვირვალობის კანონს შეიძლება დაგვსაჯონ ვიზა ლიბერალიზაციის კანონი რომელიც არის რეპრესიული რა რეპრესიული რეპრესიული რანაირად არის ეს საწერია რომ რამე რეპრესიული არაფერს არ გძალავს მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არ ეხება გამჭვირვალობის კანონი არაფერს არ გძალავს ერთადერთი რასაც ავალებს NGO-ებს ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება რა რეპრესიული რატო იტყუებით ყველა სიტყვაში რატო იტყუებით სიტყვა აგენტი ნახსენები არ არის კიდე მოიტყუეთ აი ყველა სიტყვაში როგორ იტყუებით კაცო სიტყვა აგენტი არ არის ნახსენები გამჭვირვალობის კანონში სიტყვა აგენტი არ არის ნახსენები ორი წინადადება თქვით ახლა ორჯერვე მოიტყუეთ რა ასე ინტერესების გამტარი ნიშნავს თუ არა და უდრის თუ არა აგენტს არ ნიშნავს არ უდრის როცა უცხო ძალის ინტერესებს ატარებ როცა უცხო ძალის ინტერესებს ატარებ ერთ-ერთი რაც მოგეთხოვება ეს არის გამჭვირვალობა იმ შემთხვევაში საქართველოს დაკარგავს ვიზო რეჟიმს. არის თუ არა ქართულები რაფასი უნდა გაკეთოს? ანიტა სასაცილოა. რომ ის გამოც ანიტა საოცრება მეტი არის რა კომენტარი გავაკეთო ამ ბატონთან დაკავშირებით. ეს თქვენი პოლიტიკური კრახი არ იქნება ბატონო. 13 წელია პოლიტიკური კრახი. მე